მოგესალმებით. დღეს ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გავაჯანსაღოთ მენტალური სხეული. მენტალური სხეული ეს არის ასტროლოგიაში ტიპიურად მერკურის ენერგია და ეს სხეული არის ძალიან ფაქიზი. რეალურად უკვე დიდი ხანია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ტვინი არაფერს არ წყვეტავს და ჩვენი მოგონებები ტვინში არ არის მოთავსებული. ტვინი არის ორგანო, რომელიც ჩვენ ენერგიას მენტალურ სხეულთან აკავშირებს. აი, როდესაც სეანსებს უტარებ ადამიანს და მენტალური სხეული აქვს დანაგვიანებული ან რაღაცა წყობრში არ არის, შემდეგ ენერგიას როცა ვასწორებთ, ხდება ისე, რომ ტვინიც მიყვება, ანუ გრძნობს, როგორც ცხდება ტვინში ნეირონები ფიზიკურად ადამიანი. ამიტომ მენტალური სხეული არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მთლიან ჩვენ განვითარებას განაპირობებს საერთოდ, იმიტომ რომ ადამიანი თუ ჯერ არ მიხვდა როგორ უნდა განვითარდეს, თუ არ მიხვდა სადა აქვს პრობლემა, მთელ ჩვენს გეზს ცხოვრებაში განაპირობებს მენტალური სხეული. და აქედან გამომდინარე, დღეს ვისაუბრებთ იმ მეთოდებზე, რამაც შეიძლება ხელი შეგვიწყოს, რომ ჩვენი მენტალური სხეული იყოს ფორმაში. და ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანები ვართ და თითქოს ერთმანეთს ძალიან ვგავართ, იმის მიხედვით თუ როგორ მუშაობს ჩვენი მენტალური სხეული, ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. რადგანაც როგორც ცნობიერებებს გვაქვს ძალიან განსხვავებული განვითარების ისტორია. შეიძლება ვიღაცას არ სჯერა რეინკარნაციების, მაგრამ ეს არის ფაქტი. ანუ მე ჯერ არასოდეს არ მithქვამს ადამიანისთვის, რომ რაღაცა იყავი და არ წამოსულა იქიდან, არ ყოფილა ისე, რომ მას ეს ვერ შეემჩნია. ყოველთვის აქვს რაღაცა მილიონი მაგალითი, როგორ ჯდება ეს მის რეალობაში, ის რომ რაღაც გამოცდილება აქვს რომელიღაც ინკარნაციაში. და მინდა იცოდეთ, რომ ადამიანები მარტო ადამიანებად არ ვინკარნირდებით. ანუ შეიძლება თქვენი ცნობიერება იყო რომელიღაც ცხოვრებაში ხე. შემხედრია ასევე, რომ ცნობიერება იყო რომელიღაც ცხოვრებაში ქვა და ეხლა არის ადამიანი. და ამას გრძნობს. და რა თქმა უნდა, ყველაფერი რაც სულიერია, ჭიებიდან და ლოკოკინებიდან დაწყებული და თევზებიდან, ცხოველებზე ხო ლაპარაკი მეტია, ყველაფერი შეიძლება რეინკარნირდეს ადამიანად. და აქედან გამომდინარე, აი ეს მენტალური სხეული არის ძალიან სათუთი, რომ განვითარდეს. პირველი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ის, რომ ამ საუკუნეში, როდესაც ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს ინფორმაციის ზღვა, უნდა დავიცვათ ინფორმაციის ჰიგიენა. ანუ მე როდესაც სანამ გამოცდებს ვაბარებდი ხოლმე, ესეთი რიტუალი მქონდა, რომ თვეში ერთხელ ერთი დღე საერთოდ არაფერს არ უსმენდი, არაფერს არ ვლაპარაკობდი, არაფერს არ ვკითხულობდი, უბრალოდ ვიყავი. და ეს აწყნარებდა ძალიან მენტალურ სხეულს. ანუ მედიტაციაც კი შემდეგ დღეს გამოდის ძალიან საოცარი, როცა დაჯდები თვალებს დახუჭავ და ფიქრი არ მოდის. და შემდეგ უკვე ესეთი ფიქრი მოგდის, რომ სად არის ჩემი ფიქრები და წავიდა, რატო არ მოდის. ანუ ძალიან კარგია ეს იმისთვის, რომ გააჯანსაღოთ. ცადეთ უბრალოდ, თუნდაც ერთი დღე, როცა საშუალება გექნებათ, არ მიიღოთ არანაირი ინფორმაცია, არ ილაპარაკოთ. უბრალოდ დაისვენეთ, რაღაც სასიამოვნო გააკეთეთ საკუთარი თავისთვის. არც წაიკითხოთ, არ ჩართოთ საერთოდ მენტალური სხეული და შემდეგ უკვე იგრძნობთ, რამდენად გადატვირთული იყო იქამდე. მეორე, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, არის ვისთან გვაქვს ურთიერთობა. როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობაშია, ნებისმიერში მეგობრულში, პარტნიორულში თუ სხვა ურთიერთობაში, ან უბრალოდ ერთმანეთს შეხვდა ქუჩაში და კომუნიცირებს. ამ დროს იქიდან გამომდინარე, რომ ენერგია ვართ, ორი ენერგია ერთმანეთს ეხება და ასე ვთქვათ, ერთმანეთში ზავდება ეს მენტალური ენერგია. როდესაც აღიქვამ სამყაროს ძალიან ნატიფ დონეზე ენერგიების სახით,
პირდაპირ გრძნობ თავი გტკივდება, როდესაც ადამიანს ელაპარაკები. იმიტომ რომ იმისი მენტალური ენერგია სადღაც გაჭედილია. მაგრამ ადამიანების უმეტესობა, რა თქმა უნდა, ამას ვერ გრძნობს. და აქედან გამომდინარე, უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვისთან ვმეგობრობთ თუნდაც. თუ ყავთ ისეთი მეგობარი, რომელსაც აქვს ყველა ნიშანი, რომ მერკური არის დისბალანსში მასთან, ანუ უჭირს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია, უჭირს აზროვნება და ასე შემდეგ, თქვენი მერკური რაღაც ტვირთად გრძნობს ამ ადამიანის მერკურს, ანუ ფაქტიურად ზიდავს მის ტვირთს, როდესაც კომუნიკაციაში შედიხართ. შეიძლება ესეთი გამოცდილება გქონდეთ, რომ ვიღაც მეგობართან ერთად როცა ხართ, ადამიანებთან ისე ვეღარ ურთიერთობთ, როგორც მარტო, ან ვიღაც სხვა მეგობართან ერთად. იმიტომ რომ თქვენი მერკურის ენერგია ერთმანეთში ერწყმის და ცოტათი ფუჭდება იმ მომენტში თქვენი მერკურის ენერგია. და როდესაც ესეთ უსარგებლო ადამიანებთან, უსარგებლო ცოტა ცუდად ნათქვამია, მაგრამ თქვენთვის ტოქსიკურ ადამიანებთან ხართ სულ ურთიერთობაში, თქვენი მენტალური ენერგია რაც არ უნდა ძლიერი იყოს და კარგი იყოს, ძალიან სუსტდება. და აქედან გამომდინარე, თუ ყავთ ცხოვრებაში ესეთი ადამიანები, კი გასაგებია რომ ყველასთან კარმა გვაქვს და შეიძლება ადვილი არ იყოს გაშვება, მაგრამ თუ თქვენთვის კარგი გინდათ, მაშინ ზოგჯერ უნდა შეელიოთ ისეთ მეგობარს, რომელიც გრძნობთ, რომ ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა თუ ეს არ არის მეგობარი და არის ოჯახის წევრი, იქ უბრალოდ იმის ცოდნა და ის განზრახვა, რომ ჩვენი მენტალური ენერგია დავიცვათ და არ ავყვეთ ნებისმიერ დროს, როდესაც ის რაღაცას გვიმტკიცებს ან რაღაც ისეთს გვეუბნება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ თუ უბრალოდ არ ავყვებით ამას და გავატარებთ ამ ენერგიას, ჩვენ, როდესაც შევდივართ დისკუსიაში, მაშინ ჩნდება ჩვენ შორის ეს კავშირი და მაშინ ხდება მენტალური ენერგიების შეხვედრა. და თუ არ შეხვდება, ეს იქ გამოიყურება ესე, რომ ვიღაცა რაღაცას გეუბნება, ან ატარებ, ერთი ყურიდან შევუშვებ, მეორედან გამოვუშვებ, ან კიდე უღიმი და ეუბნები შენ ყველაფერში მართალი ხარ. და ასე შემდეგ. ემოციურ პასუხს არ აძლევ, როგორც კი ემოციურ პასუხს აძლევ, იქ უკვე იწყება ენერგეტიკული შეხვედრა თქვენი. და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაცა მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა მენტალური სხეულების შეთავსების კუთხით. რადგანაც შეიძლება ვიღაც იყოს ძალიან კარგი მასწავლებელი ზოგადად, მაგრამ კონკრეტულად თქვენ მენტალურ ენერგიას არ ერგებოდეს. და აქედან გამომდინარე, თქვენთვის არ გქონდეს აზრი ამ ადამიანთან რამის სწავლას. ყოველთვის დააკვირდით ხოლმე, რომ არა ისეთი მასწავლებელი აირჩიოთ, რომელიც აღიარებული, არამედ თქვენ კონკრეტულად თქვენს მენტალურ ენერგიას, რომელიც ერგება. და ვინც ასტროლოგია იცის, მაგალითად შეგიძლიათ ასტროლოგიურად ესეც ნახოთ, რომ თუ მისი მერკური ხვდება თქვენს მე-12 სახლში, მაგალითად ასცენდენტი გაქვთ ტყუპები და მერკური ყავს იმ ადამიანს კუროში, ანუ მე-12 სახლში ხვდება. ან ასცენდენტი ყავთ ვერძი და იმას ყავს მერკური თევზებში და თქვენს მე-12 სახლში ხვდება. ეს ადამიანი იქნება თქვენთვის ძალიან რთული საკომუნიკაციოდ. და აქედან გამომდინარე, თუ ესეთი ადამიანი ყავთ და რატომღაც ვერ უსმენთ, როცა ლაპარაკობს, მიხვდებით, რომ მე-12 სახლში ყავს თქვენთვის მერკური. და ის ადამიანი, რომელსაც იქ ყავს მერკური, სადაც თქვენი ასცენდენტია, ყოველთვის ძალიან ადვილია თქვენთვის საკომუნიკაციოდ. მაგალითად, თუ ასცენდენტი გაქვთ კირჩხიბი და ვიღაცას ყავს კირჩხიბში მერკური, ზოგადად კირჩხიბში მერკური ძალიან რთულია და სუსტია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ასცენდენტს ედება, თქვენთვის გასაგები იქნება. ეს ცოტა ასტროლოგიური ჩართვაც გავუკეთოთ ამ თემას. მესამე, რაც ხელს უშლის მერკურის სიჯანსაღეს და მენტალური სხეულისას, ეს არის ფანატიზმი. აი, როდესაც რაღაცის გჯერა ისე, რომ კითხვების დასმა აღარ გჭირდება.
კითხვების დასმა აღარ გინდა. ეს აბლაგვებს ცოტა მენტალურ სხეულს. როდესაც იუპიტერია დისბალანსში და ძალიან ძლიერია, ძალიან ძლიერი დისბალანსი, ანუ უნდა იყოს ყველა პლანეტა ნორმალური. როდესაც იუპიტერი ძალიან ძლიერია და მერკური სუსტია, მაშინ ჩაგარავს, ასე ვთქვათ, მერკურის ენერგიას და ადამიანი არ აზროვნებს. აი, უბრალოდ იღებს სხვა ადამიანისგან ან რაღაცა ეგრეგორისგან, ენერგეტიკულისგან ყველაფერს მოცემულობას ფაქტად და კითხვებს აღარ სვამს. ესეც რა თქმა უნდა მერკურის ენერგიას ასუსტებს. ასევე ჩვენთან საზოგადოებაში რადგანაც ყველაფერი ენერგია, წარმოიდგინეთ, არსებობს გამზადებული ენერგეტიკული ასე ვთქვათ, ფორმები. რა არის ენერგეტიკული ფორმა? წარმოიდგინეთ, წინადადება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იმეორებს. მაგალითი შეიძლება იყოს, მაგალითად, პოლიტიკაში ძალიან ხშირად იყენებენ ხოლმე ესეთ ენერგეტიკულ ფორმებს. მაგალითად, აბა ომი გინდა, რაღაც კონკრეტული წინადადება, რომელსაც ბევრი ადამიანი იმეორებს. მაგალითად, აპოლიტიკური უნდა იყო ესეთი ენერგეტიკული გუნდაც ადრე. და როდესაც ამას ადამიანი იმეორებს, ის თავის მენტალურ ენერგიას არ იყენებს. წარმოიდგინეთ, რომ ის უერთდება რაღაც ენერგიას და თავის ენერგიას აძლევს იმას და იქიდანაც იღებს ენერგიას. აი, წარმოიდგინეთ, რაღაცა ძაფებივით რო გქონდეთ თავზე მიმაგრებული, აი, რამდენ ესეთ კონცეფციასაც, რამდენ ესეთ ენერგეტიკულ სხეულს, ცალკეულს იმეორებთ, ყველაფერი თქვენზეა მოერთებული. და ესეც კარგი სავარჯიშოა, რომ დააკვირდეთ თუნდაც ერთი დღის განმავლობაში, რამდენჯერ იტყვი აი ესეთ ფრთიან ფრაზას, რომელსაც ბევრი ადამიანი იმეორებს, რომელიც შენ ტვინში კი არ დაიბადა, შენ კი არ გადაამუშავე, უკვე არსებობს. და შენ უბრალოდ მიუერთდი იმ მომენტში. ამ ფრაზებს აქვს დიდი ენერგია, იმიტომ კი არა, რომ ძლიერი ან სწორია. რადგანაც ბევრი ადამიანი იმეორებს, შენც ამას როცა გაიმეორებ, თითქოს განაიარაღებ მოწინააღმდეგეს, რომ всё, იქ უკვე აზროვნება წყდება. გამოვიყენე ვისროლე ეს ფრთიანი ფრაზა, იქ ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ სამაგიეროდ, ვინც ამას იმეორებს, ის თვითონ არ აზროვნებს საერთოდ. ნუ რა თქმა უნდა, მთელი პოლიტიკაც და მთელი ისეთი ადამიანებიც, რომლებიც მასობრივ გავლენას ცდილობენ, ცდილობენ რომ შექმნან ესეთი ფრაზები და გაავრცელონ. ანუ თავის სიცოცხლე მისცენ. მერე მიდის ის ფრაზა და ცხოვრობს თავისთვის. მაგრამ ჩვენ გვაზიანებს, ვინც ვუერთდებით ამას და ენერგიას ვაძლევთ. ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს მენტალურ ენერგიას და შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ დაზიანებისგან, დანაგვიანებისგან. დაიცვათ მენტალური სხეულის ეკოლოგია. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.